ღვთისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. დღეს უდიდესი დღესასწაული მართლმადიდებლობის ზეიმია ძმანო და პრინციპში რო ვთქვა მართლმადიდებლობის ზეიმია ყოველ კვირას. უფრო შეიძლება ვთქვა ყოველ დღეს. იმიტომ რომ ყოველ დღეს არის განსაკუთრებული წმინდანების ხსენება და ყოველ წუთსა და ყოველ წამს არის ქრისტიანში, ჭეშმარიტ ქრისტიანში ნამდვილი მართლმადიდებლური ზეიმი ძმანო და მაგრამ არის ერთი დღე გამოჩვენა ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი, ეს არის დიდი მაქვის პირველი კვირა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა მეც დღეს ძალიან გახარებული ვარ. დილიდან ვეცადე გამოსულიყავ ძალიან ადრე და მოვედი ყველაზე პირველი, გავავეკარი და შემოვედი პირველი. ძალიან გამიხარდა და როგორც ყოველთვის მოვკარი თვალი რომ კვირა დღეს ხომ მიდიან ტაძრებში და 1-2 მორწმუნეს მოვკარი თვალი სადღაც სხვა ტაძარში მიდიოდნენ როგორი ზეიმით, როგორი სიხარული მიდიოდნენ ძმანო და დანო. დიდი ბედნიერება და დიდად უნდა მადლობდეთ ყოველ წამს რომ ვართ მართლმადიდებლები ძმანო და დანო. ძალიან უნდა რომ დააკნინო ნამდვილი ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და რას არ იგონებენ, რას არ ამბობენ. მაგალითად, ესეთ თეოლოგებსაც ნახავთ, რომ ამბობენ, რომ ესო მოიგონესო მართლმადიდებლობა შემდგომ მე-9, თუ მე-6 საუკუნეში ზოგი ამბობს, მანამდე არ იყო მართლმადიდებლობა, ეს იმიტომ ამბობენ, ძმანო და დანო, რომ არ ესმით შინაარს. გარეგნულად უყურებენ ამას. თორე, აბა ხა შინაგანად შინაარს ჩავწვდეთ, მადიდებელი არის, რა არის მართლმადიდებლობა? მართლად, სწორად, რომ ადიდებ ღმერთს, ჭეშმარიტ ღმერთს. ასე რომ, ამ გაგებით პირველი მართლმადიდებელი იყო ადამი, რომელმაც შეინანა ის ცოდვა და დაიწყო დიდება ღვთისა. და ასე რომ, მე-6 საუკუნეში კი არა ქრისტეს შობიდან, არა დასაწყისშივე იყვნენ მართლმადიდებელი. მართლმადიდებელი არის ის ადამიანი, ვინც სწორად ადიდებს ჭეშმარიტ ღმერთს, მანო და მე როგორც ყოველთვის როცა დიდი სიხარული არეულად მოვდივარ, რაც თავარი ტომრი მომაქვს ის დიდი ბრილიანტები, ის საგანძური არეულად და ეხლა დავაწყობ ვეცდები და ნახოთ რა გამოდის. ძმანო და უპირველეს ყოვლისა მე მინდა გავიხსენო წირვა, ეს არის ზეიმი, უკვე მართლმადიდებლობის ზეიმი. ერთი პატერიკი, ერთი ბერი მონაზონი მღვდელი ბერი როგორ ატარებდა წირვას ძმანო და ეს იმის აფიშოთ საილუსტრაციოდ რომ როგორი დამოკიდებულება მართლმადიდებლებს, ესე იგი ლიტურგიისადმი, ესე იგი ლიტურგია რა არის? ლიტურგია არის მსხვერპლ შეწირვა, უსისხლო მსხვერპლი, რაც აგვიანდერძა მაცხოვარმა რომ შეასრულეთ მოსახსენებლად ჩემ და სიკვდილისა და აღდგომისაო ძმანო და დანო და ამას ვასრულებ და ვეზიარებით თვით ღმერთს. ღმერთი შემოდის ჩვენში და ხდება განსაკუთრებული მფარველი ჩვენ. და აი როგორ აღასრულებდა ერთი მღვდელი მონაზონი ძმანო და დანო წირვას. ყველას გაუშვებდა ტაძრიდან და მარტო ატარებდა წირვას. ყველას რო არ დაენახა არავინ, გალობელსაც, მედავითნესაც, ყველას ისე გაუშვებდა, აი თქვა აქ რო წარმოვიდგინოთ, იმ ძელებს უკან რო დავმალო ეხლა მე მრევლიც, გალობელებიც, მედავითნეებს რო არ დავინახო არავინ. საკურთხეველში ხო არის კაცშვილი არისო და ასე აღავლენდა ლოცვას ძმანო და რატო? იმიტომ რომ ათონის თაზე ეხლაც ესია ძმანო და რომ პირველი მღვდელი შედის მარტო საკურთხეველში. გამიგეთ? დანარჩენი გარეთ გინდა მღვდლები იყვნენ, არავინ არ შედის. იმიტომ რომ მას რაღაცა დისკომფორტი არ შეუქმნა, რომ ახავლინოს მარტო დიდება ღმერთს აღავლინოს და ილოცოს. პირველი მღვდელი ძმანო და ნუ ჩვენთან იცით ახლა ეს არ ხერხდება ერის ტაძრებში რა ხდება საკურთხეველში, ანგარში, იგნით ანგარეთ. ამიტომ, როდესაც ახლა ამხილა ამდენი ხალხი დგას, ხო? რაღაცნაირად უხერხულია თავის ეს ხელები უნდა ავწიოთ, უნდა ვილოცოთ. დაფარულად უნდა მოხდეს ეს ახლა. იქ შიგნით რო არ და ამდენი ხალხი არის და
საკუთრებაში ახლა ძნელი ის ხო ძალიან ძნელი ახლა ისე აღასრულო რომ შენ გონებაში ჩაჭრა ყველა და ვითომ არავინ იღურებს და შენ ისე აღარ ძნელი ამიტომ ხანდახან გამოდის ახლა თუნდაც არ გამიგოთ რაღაცნაირად ჩვენ არტისტული რაღაცა მანერებს ვაკეთებ ხოლმე ასე ვთქვა მე ესე დავაკვირდი ჩემ თავს იმიტომ რომ ნუ ხა სხვანაირად ძნელი ახლა როცა სერიოზულად გავართ ახლა საკუთრებაზე სერიოზულად ლოცულობ იმიტომ რომ იყურებენ და ამ დროს ლოცულობ ეს ძალიან რთულია ამიტომ იქ ცოტა ლაღადაც უნდა მოიქცე რაღაცნაირად რომ ისე რაღაცა ამ პარტავნება არ დაგაჩნდეს გამიგეთ რას ვამბობ რომ სერიოზულად ლოცულობ კი რა თქმა უნდა სერიოზულად ლოცულობ მოკლედ ხომ გამიგეთ რას ვამბობ არა აი ეს ხდება ამიტომ ის რასაც შეამჩნევ თქვა რაღაცა ზედმეტი იქნება არტისტიზმი თუ რაიმე ამდაგვარი უნდა ვაპატიოთ იმიტომ რომ აი ესია რთულია საერო ტაძრებში ძალიან რთულია ძმან უნდა დანო და ზოგჯერ ესეც ჯობია რომ აი ესე გააკეთო და ესე რაღაცა უფრო მისაწვდომია ჩვენთვისაც გამოსავალია და ის მღვდელი აღავლენდა ძმან უნდა დანო და ლოცულობდა აი პირდაპირ ღმერთს ევედრებოდა გალობდა და თუ შემთხვევით შეუშლიდა ის მედალით ხელში შემოდიოდა კაცრად ჯიდა და ეუნებოდა ხო გითხარი რა შემოხვიდე გამიგეთ ესე იგი როგორი დისკომფორტია და ჩვენ ოჯახ ხა ვიტყვი რომ კიდე ასეთ გარემოში რომ აღვავლენ და ლოცულობ ძმანოდა და მეორე რაც მინდა ვთქვა სასიხარულო ჩემთვის სასიხარულო თორ ძალიან გამიხარდა თუმცა იმ ადამიანისთვის გული მტკივა მაგრამ მოკლედ Facebook-ზე დაიდო სას არ მინდა ხა რამე გული ვატკინო მაგრამ ვიღაცა ჰომოსექსუალისტი ვიღაცა საწყალი კაცი ესე სიტყვაც არ მინდოდა მეთქვა მაგრამ ნუ იცით ჩვენ ესეთ ხალხის საწყლებია რა თქმა უნდა ჩვენი აზრით ძმანდა და რაღაცა საშინელი მკრეხელობები გააკეთა იმას მე ვერ გავიგე ისეთი რაღაცები ისეთი მკრეხელობები ნუ საშინელება იმის თქმაც არ აქვს გაშიშვლებული დადგა და 1000 საზრობები დააკეთა სარწმუნოებაზე ბიბლიაზე ღვთისმშობელზე და მე როგორც მითხრეს მე ჩემი სურათი და ოჯახის გამოუტანია თუ უჩვენებია და ამბობს რომ ეს საწყალიო კონტრაცეპტივები მაინც არ ქონდაო ან რამე ისეთი არ იცოდე რასაც ჩვენ მაგისტრის ვაჩენთ რომ მაგისტრის გავაჩინეთ შემთხვევით შვილები რომ ის არ ქონდა კონტრაცეპტივები თორე და ეს თანამედროვე ისაო ძველ დროს ჩარჩენილი და რაღაც ნუ ეს პირიქით მე მახარებს რატო გამიხარ იმიტომ რომ ყურადღების ღირსი ყოფილვარ ესე იგი მე აქამდე მეგონა რომ მე მარტო ჩემბრებში რაღა ეთქვა ყურადღების ღირსი ყოფილვარ რაც სასიამოვნოა იმიტომ რომ ეთყობა გულზე ხვდება ჩვენი ქადაგებები და ის რომ ახლა დავალება აქ ამ კაცს რა თქმა უნდა ჩვენ ჰომოსექსუალისტ მაგრამ მე მინდა ამ კაცს და ყველა ჰომოსექსუალისტს შევახსენო მე არ გადამიხვევი არც ერთი სიყვარულის გზიდან ეკლესიის გზიდან და მათზე მე პირადად არ მითქვი არაფერი ცუდი მე ვამბობ მხოლოდ იდეას რომ ჰომოსექსუალიზმი არის საშინელება ისეც კი მითქვია რომ თუ მიხვდებიან და აუცილებლად მიხვდებიან ტრაგედია ის არის რომ თუ არ გამოსწორდნენ თორე მიხვდებიან და ფარველი არავინ არ ეყოლებათ ეკლესიის მეტი არავინ კაცის არავინ არ იქნება ეკლესიის მეტი ამიტომ მე პიროვნებაზე არასოდეს არ ვამბობ არაფერს თუ გინ ჰომოსექსუალისტი იყოს იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ვანო და დანო ცნება რომ არ განვიკითხოთ ადამიანს ამიტომ პიროვნულად რა თქმა უნდა არ უნდა განვიკითხოთ მაგრამ მეწყინა იმალი თავისთვის იმ კაცისთვის მეწყინა რომ ესეთი რამ ჩაიდინა იმიტომ რომ ძალიან დიდი ცოდვაა ძმანო და დანო მაგრამ ის რომ ჩვენს გამოგვაჩინა ძალიან გამიხარდა იმიტომ რომ ეთყობა რევნის გარდა კიდე სხვაებიც გვისმენენ და ძალიან სასიამოვნოა კიდე მინდა ესეთი რამ თქვა არ მომეწონა ერთი რამე კალენდარში არასაპატრიარქო კალენდარში ნუ გამომცემლობა კი არის რომელიღაც ეპარქიის არც ვიცი ვისია არც მაინტერესებს მაგრამ არ ჩამზირებულა დღევანდელ დღეზე წერია მართლმადიდებლობის კრება ესე იგი ეხლა დაიწყებენ იცით რა მართლმადიდებლობის ზეიმი კი არა ბერძნულში არის თქვენ იცით რომ ეს ბერძნულ სამყაროში მოხდა დაწესება მართლმადიდებლობის ზეიმის
აი აქ არის ხატი თეოდორა ესე იგი დედოფალი თეოდორა იმპერიის ბიზანტიის ხატია პატარა შვილი ყავდა იმპერატორი მიხეილი მაგრამ ძალიან პატარა იყო და მან კრება მოიწვია მე-19 საუკუნეში კონსტანტინოპოლში და საბოლოოდ დაამარცხეს ხატმებრძოლობა და ყველა ერესის რაღაცა გვირგვინი იყო ეს ადგილობრივი ერესის წინააღმდეგ კრება გვირგვინი იყო და ამით დასრულდა ყველა ერესის ესე იგი დამარცხება ძმანოდან და ამიტომ დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი. შეიძლება კრება წერია რაღაცა ძველ ბერძნულში და მართლაც პირდაპირ თარგმანით შეიძლება არის მართლმადიდებლობის კრება. მაგრამ კიდე გიმეორებ მივაქციოთ შინაარს ყურადღება. განა ის რომ იზეიმეს გაიმარჯვეს ხატმებრძოლებზე და დიდი ზეიმი იყო ამას ქართულად მართლმადიდებლობის კრება ეწოდება ამას ქართულად ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი როგორც იყო აქამდე და ეხა შეცვლა უნდა ვიღაცას თუ რა ხდება ვერ გაიგებ ძალიან არ მომეწონა აი მაგალითად ძმანო და დანო 6-11-მდელმა თარგმნა კიბე საოცარი წიგნი ოღონდ როგორ თარგმნა იცი პირდაპირ კი არ თარგმნა გაითვალისწინა ქართული ენის თავისებურებანი და ამ გათვალისწინებით თარგმნა ხოლო 1 საუკუნის შემდეგ გამოჩნდნენ ისეთი ქართველები რომლებმაც თქვეს ეს რა არისო შენ გასწორებულიაო და პირდაპირ არ არის გადმოცემული 6-მდე სასწავლიდან ჭუას გადმოცემული კიბეო და ადგენდა და თარგმნეს აი პირდაპირ სიტყვა სიტყვით და ეს რომელმა ეს ნაშრომი რომ სადაც იქნა გათვალისწინებული ქართული ენის თავისებურება არის შედევრი ის ნაშრომი არავინ არ იცის და დღესაც დევს და არავის არც გამოუცია და ასე შემდეგ ძმანოდა და აი ესეთ რაღაცებს შეხვდებით ხოლმე და აი ეს მინდოდა მეთქვა და ეხლა შევეხმიანოთ კვლავ მართლმადიდებლობას ზოგადადაც და შინაგანადაც რატომ რა არის მართლმადიდებლობა და ამით დავასრულოთ ძმანოდა და ესე იგი როგორც ვთქვით მართლმადიდებლობის ზეიმია ყოველ წამს ყოველ დროს აი წმინდა მამებზე დაყრდნობით მე მინდა ესეთი რაღაც ანალიზი გავაკეთოთ რა არის მართლმადიდებლობის შინაგანად რატო არის ეს ძვირფასი ჯერ უნდა ვიცოდეთ რომ მართლმადიდებლობა ეს არის ყველაზე სწორი ქრისტემ რომ მოგცა მოციქულება რომ გადმოგცეს აი ეს ქრისტიანობა ნამდვილი ქრისტიანობა წავიდა და ძვირფასი ეს სწავლება იმიტომ რომ ერთადერთი გზა არის ღმერთთან მიმყვანება ერთადერთი გზა თუ ეს ერთადერთი გზა არ არის როგორც ზოგს უყვარს ამის თქმა და ამით ძმანოდან როცა ადამიანი ითქვის რომ ქრისტეს გარეშე კიდევ შეიძლება ცხოვრება და არის გზა სხვა გზა ქრისტეს გარეშე ვიღაცა მუსლიმი იქნება თუ იუდეველი იქნება თუ ბუდისტი იქნება თუ ათეისტი იქნება თავის კეთილის საქმეები ცხოვრება და ასე შემდეგ ქრისტეს გზისავლით ის ძმანოდანო არაფრით არ განსხვავდება ესეთი ქრისტიანი ჯვარცმელებისაგან როგორც ჯვარსაცვეს ქრისტე და უარყვეს ესევე უარყოფილია ძმანოდანო ასეთი აზროვნებით ქრისტე ამიტომ ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება ეს უმნიშვნელოვანესია აი ზუსტად ამიტომ არის ბედნიერება იყო მართლმადიდებელი იმიტომ რომ მიდიხარ სწორით ღვთისმსახურებისკენ ჩვენ დღეს წავიკითხეთ საოცრება იოანეს სახარებიდან ძმანოდან როდესაც ნათანაელი და ეს ნათანაელი აქ საქართველოშიც არის ცნობები რომ 12 მოციქულთაგანია და ესე იგი იმას რა ქვია საქართველოში ციხადაგა მაგ ეს ნათანაელი იჯდა ლეხვის ქვეშ ძმანოდან აი მართლმადიდებლობის ზეიმს რატო ვკითხულობ ამ ადგილს რატო ვკითხულობ იჯდა ლეხვის ქვეშ და როგორც წმინდა გადმოცემა გვეუბნება ამ დროს შეიგრძნო აი მესია ღმერთი შეიგრძნო გამიგე ისე შეიგრძნო რომ ნათანაელი წამოდგა და ამბობდა ამ ლეხვების ქვეშ ძმანოდან რომ ღმერთო მესია შენ მოხვალ მალე გამიგეთ აი ასეთი სიტყვები ისეთი განცდა ქონდა საოცარი და ამ დროს მერე როდესაც მიდიან ქრისტესთან ეუნება აი ჭეშმარიტი ისრაელიტელი რომელთანაც არ არის ზაქვა ესეც მნიშვნელოვანი სიტყვებია ძმანოდან იმიტომ რომ ჭეშმარიტი ისრაელიტელი ეხლა უკვე ჩვენ ჭეშმარიტი ისრაელიტელები მართლმადიდებლები
ის ისრაელიტელია, ის ქრისტიანია, რომელთანაც არ არის ზაკვა. რომელ ქრისტიანში ზაკვა, ანუ ჩანაფიქრია, ვიღაცის ბოროტება და ვიღაცის ორმოს ამოთხა და ვიღაცის შიჩაგდება, ის არ არის ქრისტიანი ძმათა და ამიტომ ეუბნება და ასეთები ბევრი იყვნენ იმ დროსაც. ნათანაელი ესეთი არის. ნათანაელს უყვარდა ყველა ჭეშმარიტი ისრაელიტელი ადამიანი. მოყვას გონებაში არც გაუფიქრია ვინმეზე ბოროტება ძმანო და დანო. ამიტომ აი ჭეშმარიტი ისრაელიტელი, რომელთანაც არ არის ზაკვა. საიდან ვიცნობ მეო ნათანაელი ეუბნება, ვიდრე ლეღვის ქვეშ რო იყავიო, ხმობამდეო ფილიპეს. მანამდე გნახე შენო და ამას ხო ქონდა გაცდა რომ აი მესია და მიხვდა რომ ეს იყო მესია ძმანო და დანო. და შეხარ ქრისტე, შეხარ ჭეშმარიტი მესიაო, უთხრა ნათანაელმა ძმანო და დანო. და რა არის ესე მართლმადიდებლობა ძმანო და დანო? მართლმადიდებლობა ეს არის აი შინაგანად რო განმიხილოთ. ეს არის მადლ მოსილი ვინც ხდება. აი ღვთისაგან, აი როგორც ეხა ფილიპე მადლმოსილი შეიქმნა ძმანო და დანო. რატო? იმიტომ რომ ჩვენ რო ყველაფერი გქონდეს, სიმბი, აი რაც კი ეხა რო არ დავიწყო ჩამოთვლა, რაც კი რამ საჭიროა ვითომ ამ ქვეყნიური ბედნიერებისთვის ძმანო და დანო, სილამაზე, წოდნა, სიმდიდრე, რაც ყველაფერი, შვილები, წოლი, შვილიშვილები, რა ყველაფერი არ შეიძლება რომ ჩამოთვალო ძმანო და დანო. მაგრამ თუ ღვთის მადლი არ არის შენში, ხარ უბედური. და პირიქით, სულ არაფერი რო არ კონდეს და ხატად და გლახად ლაზარესავე, ბუნკეთ არ ეგდო, არ ჯანმრთელობა, არ ჩვილი, არ ცოლი, არავინ, არც ნათესავი და ძაღლები ლოშინიდნენო, მაგრამ მადლი იყო მასში და ლაზარე იყო ბედნიერი ძმაო. გამიგე? აი ამიტომ არის მართლმადიდებლობა ბედნიერება და ეს მადლი თქვენ იცით, ჩვენ გვაქვს და გვეძლება ნათლობაში, მირონცხებაში, აღსარების დროს და განსაკუთრებით ზიარების დროს ძმანო და დანოში ჯერ ზეთისხების დროს და კიდე სხვა საიდუმლოები და ასე შემდეგ ლოცვებში და აი მას ჩვენ ვართ ბედნიერები. გამიგე? ამიტომ ვამბობ რომ ყოველ წუთს და ყოველ წამს ბედნიერია და ზეიმია ქრისტიანის ცხოვრებაში, ქრისტიანის გულში ძმანო და დანო. ხოლო წარმოიდგინეთ სხვას ყველას მახეუგია თავისა გასაყოფელი. გურამიშვილი ხო ამბობს ისმინე სწავლის ზემო რომ მიხევ დავითის ცნებას, ანუ ქრისტე, ანუ დავითის ცნება აქ არის მეფსალმუნე დავითს იხსენებს, აბა იმას კი არა თავის როგორ შეიძლება და გურამიშვილის ცნება მიეცა კაცობრიობისთვის. ამ ცნებაზე კი არა რა გვარგი ცნებაზე. ამიტომ აქ მიმართულება აქვს ზუსტად ასეთი. გურამიშვილი ამბობს რომ ბედნიერი ის არის ვინცაც აქვს ეს ოღონ არ აცოდნით მარტო მართლა არა მიღე სხვას ყველას მახეუგია თავისა გასაყოფელი თუ კაცსა ცოდნა მართლმადიდებლობა ოღონ მარტო ცოდნით კი არა მიღებით არა გასტანჯავს თვითსოფელი მართლა გასტანჯავს რატო ზოგმა შეიძლება ვითხა რატო გასტანჯავს მართლმადიდებლობა ბუდისტები ისე და ბედნიერები არა ზმანოდან თუ კი მომავალი ცხოვრება არ არსებობს თუ კი ჩვენ ამაზე ხშირად ვისაუბრია მარადიულობა არ არსებობს და რაც გინდა გქონდეს უბედურია ხარ ზმანოდან ხო აი ქრისტიანი იმით არის ბედნიერი რომ აქ ჩვენ გვაქვს ის სიტყვა უთხარი რომ ღმერთი დაგვიფარავს უცნებებს შევასრულებ მაგრამ ცოდვილები ვარ და ზოგჯერ ვერ ვასრულებ და ამიტომ არის აღსარების საიდუმლო დადგენილი და თუ ამ გზას მივყევით აქაც დაგვიფარავს ღმერთი და მადლი ისე მოაწყობს აი ხა ხო დაძაბული მდგომარეობა ან ისტორიით ხო ვიცი დროები არ ხდებოდა ისე შეიძლება აიღოს ყველაფერი ერთ წამში და ერთ წუთში დედაშვილს არ აიღოს ესეთი გამონათქვამი ისეთი ამბები მოხდეს აი ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ ნუ ხო მოხდება ეს ერთ დროსაც და აირევა მეორე მოსვლის წინ როცა ანტიქრისტე მოვა ჩვენ ვიქნებით თუ ჩვენი შთამომავლები ვინც შეხვდება ეხლა იქნება თუ მერე მამრეს მუხა წაიქცაო ამბობენ იმიტომ თქვა ალბათ პატრიარქმა ერთ-ერთი მიზეზი ეს არის რომ ახლოს არის დრო იმიტომ რომ მე მახსოვს პატრიარქის სიტყვები 30 წლის უკანდელი მაშინ წარმოიდგინე მე მახსოვს სიონში თქვა რომ ერთ-ერთი ნიშანიო ახლოს რომ არის არეულობა და ეს ყველაფერი არის მამრის მუხის წაქცევა მამრის მუხა არის წარმოიდგინე რამდენი საკუთის ეხლა წაქცეულა რა ვიცი ესეთი ინფორმაცია არის ზმანო და დავის მაგრამ ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეთ იმიტომ რომ თუ აირება სიტუაცია ჩვენ ისედაც ზად უნდა ვიყოთ ყოველთვის
ყოველთვის უნდა ძლიერად უნდა ვიდგეთ ქრისტიანები, რომ ეს სარწმუნება არ წაგვართვას ვინმე, რამემ, გარემოება ბოლომდე დამჭერთ, გასვლის სიკვდილამდე უნდა ბოლომდე ვიყოთ მართლმადიდებლები. არეულობამ არ უნდა შეგვაშინოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ. შეიძლება თავი გადავეჭიროთ, სადღაც გავიქცეთ, სადღაც გამოვიქცეთ, მაგრამ უპირველესი გადასარჩენი ეს იქნება ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ქრისტიანობა ძმამ და ერთი თანამედროვე მამის ამონაწილს გაგაცნო და ამით დავასრულოთ ძმანო და დამო. ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, მართალი გამორჩეულობის ბეჭდით აღბეჭდი. მართალში ჩვენი თავის უნდა ვიგულისხმოთ რა გაგებთ, მორწმუნეებზე არის ლაპარაკი, გამიგეთ? ნუ იდეაში მართალი, მაგრამ ჩვენ სხვა მორწმუნეები ვართ და რაღაცა დოზით ჩვენსაც. ესე იგი, მართალი გამორჩეულობის ბეჭდით აღბეჭდი. ეს არის რას ნიშნავს ესე იგი გამორჩეულობის ბეჭედი? ეს არის ღმერთის განსაკუთრებული განგება მასზე. მართალთა ცხოვრება, ანუ ეკლესიურ ადამიანთა ცხოვრება, განუწყვეტელი სასწაულებია, რომლებსაც ღმერთი მათი გულისათვის ახასიათებს. რომელი ჩვენთაგანი არ აღიარებს ამ სასწაულებს, მანო და დამო. რამდენი წლის მდელი ვარ, 31 წლის მდელი ვარ და რა უთქვიათ მორწმუნეებს, რა ამბები ერთი უზარმაზარი ტომები დაიწერებოდა ძმანო და დანო, რეალური ამბები. როგორ ფარველობს და ღმერთი როგორ ეხმარება მორწმუნეს ძმანო და დანო. მართალი თავის აზრებით ზეცაში, სობრილი კი თავის ვნებებით და აზრებით ქვეწარმავალივით მიწაში ძვრება. ეს ჩვენ გვეკუთვნის, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან ვწოდოთ ისე, რომ ქვეწარმავლებით ჩვენ დავძვრებით მიწაში. მაგრამ იდეაში ჩვენ ხო ვემხრობთ ქრისტიანობას და ვცდილობ, ამიტომ სულიერ მიმართებაში ცოდვილები ყოველთვის მართლების ფეხქვეშ არიან გაგებული, რა თირიც არ უნდა ეკავოს საზოგადოებაში მას. ძმანო და დამო, როგორ ვგრძნობ ამ მართლს, როგორ ვგრძნობთ ჩვენ? ვგრძნობთ, როდესაც ჩვენი ლოცვა ასრულდება და ღმერთი ამ ლოცვას გვისურვებს. ნათანაელის არ იყოს ჩვენ გრძნობთ ღმერთის სიახლოვეს ძმანო და დამო. მეორე, როდესაც სათხოვრის განეშეც უფალი გვისურვებს ძმანო და დამო. რამდენჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა რა? და მესამე, როდესაც მოვლენები რაც ხდება ჩვენს ირგვლივ ადასტურებს ღვთის წყალობას. მაგალითად ჩვენ არ შეგვისურდა თქვა ლოცვა მინდოდა ვიღაც გოგონა ვიყვარდა ხშირად ამბობენ ხოლმე ტირიან მე რომ აი ეს გოგო სხვას გაყვა რაღაცა და რაღაცა მე აღმოჩენილა მე უთქვია წლების შემდეგ რომ აი გოგო მამა მე რომ მიყვარდა უხალა და ქმარს კიდე კაი არ მოუყვება. გამიგეთ თქვა ერთი შემთხვევა ბევრი ნიუანსი. ყოფილა შემთხვევა ადამიანი ლოცულობს რომ იმგზავროს რაღაცა და ვერ წავიდა იქ და გული დაწყდა და მაგალითად ჩვენბრევში მოხდა და ის ტრანსპორტი მარშრუტკა გადავარდა ხელში ძმამ. წარმოიდგინე როგორ ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ სულ უნდა ვადიდოთ ღმერთი გვისრულდება, არ გვისრულდება, იმ წუთს გვისრულდება, არასდროს არ შეგვისრულდება, თუ გვიან შეგვისრულდება და ასე შემდეგ და ჩვენ ვგრძნობთ ღმერთი გვაგებინებს რომ ის ჩვენთან არის ძმანო და დამო. ქრისტიანული ცხოვრების თავარი მიზანი არის ცხონება, ეს არის მისი ღერძი, დანარჩენი სათხოვარი, რომელიც მიწიერ ცხოვრებას შეეხება, თუმცა საჭირო და დასაშვებია ამ თავარ ღერძს უნდა იყოს ოღონდ ჩაჭიდებული ადამიანი ძმანო და დამო. მე კიდე მინდა ერთ საკითხს შევეხო და ამით დავასრულო. თუმცა შეიძლება ვთქვა, რომ არ ეხება მართლმადიდებლობის ზემს, მაგრამ მარხვა და ჩვენ უფალმა გითხრა, რომ მარხვა მწუხარებით არ დაიწყო და არ გააგრძელო და არ დაასრულო. მხიარულად უნდა გავიაროთ მარხვა ძმანო და დამო. და ამ მხიარულებაში თქვა, ესე მინდა ორი კვირის უკან საოცარი რამ გამოაცხადეს. იმედი ახლა პოლიტიკაში არ ჩამოთვლით ამას და არანაირი პოლიტიკას არ ვეხები, მე უბრალოდ დიდ სიხარულს გამოვხატავ, გაუგნებას ძმანო და დამო, რომ
ესე იგი, ორი კვირის უკან ევროპის რაღაცა ორგანიზაცია, რომელიც ეხება ტურიზმის საკითხს, ძალიან კვალიფიცირებული და ძალიან ესე იგი მათ რო ეკითხებათ ეს საქმე, იმ ევროპაში ნომერ პირველ სასტუმრო დასახელდა საქართველოში სასტუმრო პარაგრამა. ეს თან გურიაში, ჩემ გურიაში ესე იგი, რა საოცრება, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, არაფერს აღარ ჩავთვლი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი და ესპანეთი წარმოიდგინე არსად ესეთი სასტუმრო არ არის, ეს არის ნომერ პირველი სასტუმრო. არ არის ეს, არ გაგვიხარდეს, თუ არ გაგვიხარდეს, ნუ გაგვიხარდება. პოლიტიკაში თუ ჩავერებით, ნუ გაგვიხარდება. მაგრამ მოდი რა პოლიტიკა გავწიოთ გვერდზე და გავიხაროთ, მანოდა და ყოველი ქართველისთვის ეს სიამაყე არ არის სიხარული მანოდა დანო? ნუ აღარაფერს ვიტყვი კიდე თურმე ისე გურიაში ევროპაში ნომერი პირველი ასევე არენა მქონი. და ასე შემდეგ. ძალიან მიხარდა ზმანოდა დანო. ოღონდ რა თქმა უნდა მე იმას არ ვამბობ რომ აქ ყველაფერი წესრიგშია რა თქმა უნდა უმძიმეს მდგომარეობაში არა მარტო საქართველო საფრანგეთი დაიღუპა თითქმის რა ფრანგებიას ერთ-ორ ფრანგს შევხვდი რომლებმაც მითხეს დაიღუპა საფრანგეთი და იხება ქვეყანა თუ დაიღუპა ჩვენ ქვეყანას თუ არ მივხედეთ დროზე რა თქმა უნდა გლობალიზაცია ჩაყლაპავს ეს არ იქნება საქართველოს ზმანოდა და რა თქმა უნდა, მაგრამ მე ამით ის მინდა რომ ღმერთი ყოველთვის მაინც გვანუგეშებს, გვახალისებს. ხო ვეღარ დაგწინებენ, ხო ვეღარ იტყვიან ჩამპალი ქვეყანა და ასე რა ჩამპალი ქვეყანა თუ არის პირველი მთელ ევროპაში, ზმანოდა და რა ქვეყნები ჩამოვიდა პირველი სასტუმრო თუ აქ არის ჩამპალი ეს ქვეყანა? ხო იცით ეხლა რომ დაიძრებიან ისინი ძალიან დიდები, ბობოლები, ტურისტები, დიდრები, როგორ ეხა ისინი რო არ მივიდნენ ნომერ პირველ სასტუმროში. კარგია ეს, ნამდვილად კარგი. მაგრამ ის რაც გასაკეთებელი გვაქვს ჩვენ უპირველესი სიხარული, თორე ეს სახალისოა, ზმანოდა დანო, სამწუხარო ის არის, რომ ერში მუშაობენ, როგორც შეუძლიათ ის ანტიქრისტიანული ძალები გარედან და შიგნიდან ვისაც დაიჭერენ, მუშაობენ, რომ მართლმადიდებლობა, ეს ჭეშმარიტი რელიგია დააკარგვინონ ხალხს, ადამიანს და დარჩებით მერთმა დაიჭა არ მწამს იმის, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა დაიკარგება. ღრმად მწამს ყოველთვის ჩვენ ისტორიაში ზმანოდა როცა გვიჭირდა უკიდურესად ღმერთს გამოყავდა საქართველოს ამ მდგომარეობით და თუ მდგომარეობა ისეთია ზოგი ამბობს რომ უკვე საშველი აღარ არის თუ ესეთია მაინც გამოგვიყვანს მდგომარეობიდან ღმერთი ეს ის მდგომარეობა იქნება რომ დასრულდება ეს ქვეყანა და ქრისტე მეორედ მოვა და ამით გადაარჩენს საქართველოს და ჭეშმარიტ ქრისტიანებს დაგლოცოთ და გაგახაროთ ამიტომ გვარ შევეხმიანოთ ამას არ თქვა უბრალოდ დასაწყისშივე მინდოდა მე თქვა მაგრამ ბოლოს გამომივიდა არა უშავს მართლმადიდებლობის ზეიმია თქვენ იცით ჩვენ მონათლეთ სამი ირანელი ცოლი ქმარი და ამ ქალბატონის და ისა ძმა ეხლა შემოგვიერთდა კიდე 11 ირანელი აქედან ერთი ქართველი ირანელი დანარჩენი ეროვნებით ირანელები ზმანოდა და სულ მალე მოინათლებიან ისინი და წარმოიდგინეთ ჩვენი მრევლის რამდენი ესე იგი 14 ირანელი იქნება შემოგვიერთდება ზმანოდა და მართლმადიდებლობას და ჩვენთან ერთად ივნია მოსალოცა და ასე შემდეგ და კიდევ მინდა ეს თქვა ეხლა გავხალისდი ცოტა კიდევ მინდა თქვა რომ ეს ჩვენი მრევლის ჩვენი ტაძრის მაინც შევეხმიანოთ ზმანოდა და ამას კი არ აქვს ესეთი მნიშვნელობა მაგრამ მაინც რომ 2017 წლის მის საქართველოები არის ჩვენი ტაძრის მრევლი. მამა გიორგის სულიერი შვილები. საოცრება არა?
განთავისებული საოცრება. ხოლო გუშინ წინ 12 წლიანებში დავით ჯაფარიძის შვილი გახდა საქართველოს ჩემპიონი, ძალიან პატარა ბიჭი, ეს დიდი წარმატებაა და მომავალში კიდე ჭადრაკი, რა მითქვი, გურული ვარ. და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მრევლი მარიამ ლაშხი ხშირად მოდის ხოლმე გახდა მომეც დამავიწყდა თუ მომეხმარება ნინო ამ იმე აი დედამისი აქ არის დედას ხედა მომეხმარებ პარლამენტში განაცხადა როგორ ცოტა ხმამა სოფლიო ლიდერ ქალთა სენატის სენატორი და გადაეცა ეს ჯილდო ესე იგი თვითონ იმპერატორი პრეზიდენტის მიერ და მთელი ადმინისტრაცია და ისე და პირველ გვერდზე მთავარ ჟურნალში და დამავიწყდა იმ ჟურნალის მოტანა დღეს მართლმადიდებლობის ჩვენი მრევლი აი დიდება უხალს და მადლობა მე ყველაფერს გაგახაროთ